როგორ გონია ეს ხელოვნებაა, ან რატომ შეიძლება ღირდეს უნიტაზი მილიონები? რა სიტყვა იმაზე, რომ ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობა საერთოდ არ თვლიდა თავს ხელოვნებად. მეტიც მათ ყველაფრის განადგურება უნდოდათ. 1916 წელია, პირველი მსოფლიო ომის ქაოსი. ხელოვანთა ჯგუფი შვეიცარიაში იკრიბება. ისინი ამბობენ, თუ ლოგიკამ და პროგრესმა კაცობრიობამ საშინელ ომამდე მიიყვანა, მაშინ ჩვენ უარს ვამბობთ ლოგიკაზე. ასე გაჩნდა დადაიზმი. ანტიხელოვნება, რომელიც პროტესტი და აბსურდის რეზონანსი იყო. მიმდინარეობის სათავეებთან მარსელ დიუშანი და ტრისტან ცარა იდგნენ. დიუშანმა აიღო ჩვეულებრივი პისუარი, მოაწერა ხელი და არქვა შადრევანი და მუზეუმში დადგა. ხო, კიდევ მონალიზა სულვაშები მიახატა. ამას ეწოდა ready-made, ანუ მზანივრების ხელოვნება. დადაიზმმა დაამსხვრია წესები. მათი თქმით, ხელოვნება არ არის ლამაზი ნახატი. ხელოვნება ესაა იდეა. ამ ნაბიჯის გარეშე დღეს არ იარსებებდა კონცეპტუალური ხელოვნება, არც პოპ-არტი, არც პერფორმანსები და სიმართლე გითხრათ, არც თანამედროვე ინტერნეტ მიმები. აბა რას ფიქრობ? დადაიზმი დიდი გადატრიალებაა ხელოვნების ისტორიაში, თუ უბრალოდ ეპატაჟი და ჩავარდნა? დაწერე კომენტარებში.